ბათუმის ბაღების გაერთიანებაში საკადრო ცვლილებებია. გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა 2 მოადგილი ახალი კადრებით ჩაანაცვლა, მათ შორის ერთი კვირის წინ სამსახური დატოვა ნინო კერვალიშვილმაც, რომელიც დირექტორის მოადგილი აღმზრდელობით დარგში იყო. მან მუშაობა მერიის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის მთავარ სპეციალისტად დაიწყო. 3 წლის წინ გაუქმებული შტატის სამსახურმა წელს მერიასა და ბაღების გაერთიანებას შორის კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესების მიზნით აღადგინა. როგორც კერვალიშვილი ამბობს, არსებულ ვაკანსიაზე განაცხადი თავისი სურვილით შეიტანა, რომელიც დაკმაყოფილდა. მოუწევს თუ არა მას კონკურსის გავლა ჯერ არ იცის. ბაღების გაერთიანება დატოვა აიპის ხელმძღვანელის მოადგილემ საფინანსო დარგშიც. ვაკანტური თანამდებობები გაერთიანებაში უკვე დაკავებულია. ნინო კერვალიშვილის ადგილი ზაირა ქაჯაიამ დაიკავა. იგი გაერთიანების დირექტორობის მსურველთა კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ვრცლად საკადრო ცვლილებების შესახებ მომდევნო გამოშვებებში გიამბობთ. მოვედი მოვიკითხე, გავიგე რომ ქალბატონი ნინო აპირებდა წასვლას და დავტოვე განცხადება. ახლა ვეცნობი მე უკვე აქ რა მდგომარეობა. მე რას ვაპირებ, ჯერ კიდევ არ მინდა მასე ლაპარაკი, იმიტომ რომ შეიძლება მე რასაც ვაპირებ, ის აქ ხდება რა. თავისთავად მეთოდოლოგია სხვა საკითხია კიდევ, იქ უნდა მივაქციო ყურადღება ყველა საკითხს, რაც ემსახურება ბავშვის განვითარებას. სკოლამდელი სექტორი ეს არის სარეფორმო სფერო და დღეს პრიორიტეტია პრაქტიკულად მუნიციპალიტეტისათვის, ეს არის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, შესაბამისად ძალიან მოსაფრთხილებელი სფეროა და გამომდინარე აქედან მას აუცილებლად სჭირდება კოორდინირებული მუშაობა, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ აუცილებელია კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრთან, UNICEF-თან და ასე შემდეგ. დღეისათვის მოგესალმებით უკვე ის ეტაპი არის სკოლამდელ სექტორში, როდესაც აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივების, სტრატეგიული გეგმისა და სტანდარტების სახით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა ალბათ ჩემი გამოცდილება ამ სფეროში და ჩათვალა საჭიროდ ერთი საშტატო ერთეული ყოფილიყო ამ მიმართულებით.